რამ დასახლებას რეალურად მოიხსნა. დასახლება მიწას მივახდინე. სამხედროები მეუბნებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем оборону. Слава Украине! გამარჯობა, დღეს კვირაა და ტრადიციულად 20 საათსა და 30 წუთზე ეთერშია სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს. მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. 1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა SBU-მ ჩაატარა ოპერაცია აბლაბუდა, რომლის შედეგადაც განადგურდა 41 რუსული სტრატეგიული ავიაციის წარმომადგენელი, რომელიც მანამდე უკრაინულ ქალაქებს ბომბავდა და ეს იყო კომპლექსური ოპერაცია, რომელიც არმიის და უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულებმა ჩაატარეს სიღრმეში, რუსეთის ტერიტორიაზე. რა მოხდა ამ ოპერაციის მსვლელობისას და როგორია მისი ისტორია, ამ თემაზე ჩვენ უკვე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. უკრაინიდან გვერდება დიმიტრი ჩიტიშვილი, ქართული ლეგიონის წევრი, რომელიც თავადაც გახლავთ დრონების სპეციალისტი. დიმიტრი, გამარჯობა, მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. გამარჯობათ, მოგესალმებით. მოდით დავიწყოთ უშუალოდ საკითხის ირგვლივ საუბარი. რა მოხდა 1 ივნისს? როგორ დაიგეგმა და აღსრულდა ოპერაცია აბლაბუდა, ანობობის ქსელი, სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ მას სხვადასხვა მედიები. დიახ, რა თქმა უნდა, ოპერაცია აბლაბუდის დაგეგმა დაიწყო ძალიან დიდი ხანით ადრე, წელიწად ნახევრის წინ. მის შესრულებისთვის გამოყოფილი იყო უზარმაზარი ადამიანური რესურსი, გამოყოფილი იყო უზარმაზარი მატერიალური თუ ტექნიკური საშუალებები, მოხდა თვითონ რუსეთის ტერიტორიაზე შიგნითვე დრონების აწყობა, დამონტაჟება, გამართვა, ქსელის გამართვა, ანუ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი რა იყო? ამ ეტაპზე ისევ დასრულებული არის ეს ოპერაცია, რამდენადაც რომ გუშინაც კიდევ ერთი გაგრძელება იყო ამ ოპერაციის და კიდევ გაგრძელება ექნება, რა თქმა უნდა, ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ხელა ოპერაცია არ იქნება შესრულებული. მოხდა კონტეინერების შეტანა, კონტეინერების ჩალაგება, საცხოვრებელ გზის კოტეჯებში ჩვეულებრივად, რომელიც იყო ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და რომელიც გარკვეული დროის შემდეგ უნდა გაღებული იყო კონკრეტულ დროს, გამთენის პერიოდში, კონკრეტულ მომენტში. გაღებული იყო, დრონებს უკვე ჰქონდათ კონკრეტულ ადგილზე გაჩერებული იყო ესატვირთვები, რადგან დრონებში უკვე ჩაშენებული ხელოვნურ ინტელექტში გათვლილი იყო, თუ რომ ჰადროს უნდა მოფრენილიყო, რომელი მართულებით უნდა ეფრინათ, რომელი მართულებაზე ამ ხის მერე უკვე ჩაერთვებოდა და აღმოჩენილი იქნებოდა მიზანი და მოხდებოდა მათი განადგურება და აგერ ხედავთ კადრში, ზუსტად ამ ზომის 10 დიუმიანი დრონით საშუალებით მოხდა ამ ყველაფრის მიღწევა. რა ტიპის დრონები იქნა გამოყენებული დიმიტრი ამ ოპერაციაში? ჩვენ დავინახეთ, რომ ეს იყო ერთგვარად FPV დრონები, რომელიც შენს უკანაცაა ახლა კედელზე, როგორც ხედავთ. დიახ, ზუსტად ამ ზომის 10 დიუმიანი FPV დრონები იყო გამოყენებული, ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტით და რა თქმა უნდა განსხვავებული ფრენის კონტროლერით, რომელსაც კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, არა როგორც მასობრივად იყიდება. შენ ახსენე ასევე ხელოვნური ინტელექტი და როგორც ასე ვთქვათ, მედიისთვის გახდა ცნობილი და საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ასე ვთქვათ, წინასწარ იყო ჩატვირთული ინფორმაცია კონკრეტული სამიზნეების შესახებ და კონკრეტული სამიზნეები იყო სტრატეგიული ბომბდამშენები, ანუ ავიაციის ის კომპონენტი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში მასიურად ბომბავდა უკრაინულ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. როგორ ხდება ეს პროცესი, რომ აუხსნათ მაყურებელს და რამდენად ხშირია უკვე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ამ მიმართულებით? ფაქტიურად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და მიზნების ჩაჭერა უკვე დაიწყო დაახლოებით 1 წლის წინ აქტიურად
თავიდან იყო ექსპერიმენტული სახით, შემდეგ უკვე განვითარდა ხელოვნურ ინტელექტს ჩვეულებრივ სწავლობს, ასწავლი, უნერგავ ფოტო-ვიდეო მასალას აწვდით, როგორ გამოიყურება მიზანი, ყველა რაკურსიდან აბსოლუტურად ფაქტობრივად შეიძლება თითო ობიექტზე იყოს დაახლოებით 1000-მდე სურათი მიწოდებული და დეტალურად იყოს გათვლილი, რომ რაც მეტი ცოდნა ხელოვნურ ინტელექტს მეტი დეტალი აქვს, მით უფრო გამართულად მუშაობს და მით უფრო ზუსტი არის და მით უფრო წარმატებულია და ეფექტურია მისი მუშაობა. ამის შემდეგ, როდესაც უკვე ჩატვირთვა მოხდა მონაცემების, შემდეგ მოხდა მონაჟებზე მისი გამოცდა სავარაუდოდ და წარმატებული გამოცდა შედგა, რამდენადაც ვხედავთ უკვე, რომ ბალად წარმატებულად იმუშავეს და დავალება ჰქონდა ჩვეულებრივ საფრენი კონტროლერით ჰქონდა მიცემული დავალება დრონს, რომელი მართულებაზე უნდა გაფრენილიყო და უკვე მერე ირთვებოდა ხელოვნური ინტელექტი. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, არის ის, რომ დრონები და კომპონენტები, რომელიც ამ ოპერაციაში სხვადასხვა კომპონენტები, მათ შორის სავარაუდოდ ფეთქებადი მასალაც უკრაინულმა სპეცსამსახურებმა თავად შეიტანეს რუსეთის ტერიტორიაზე და ადგილზევე მოხდა ამ ყველაფრის აწყობა. რას ნიშნავს ეს, რამდენად რთული არის ამ ტიპის ოპერაციების ჩატარება? არა აქვს მნიშვნელობა ქვედანაყოფს, იქნება ეს სპეცსამსახურები თუ საჯარისო ქვედანაყოფები, რამდენად რთულია ამ ყველაფრის გაკეთება? ტრის სიღრმეში, თან მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანაში, სიღრმეებში, მათ შორის საკმაოდ შორს უკრაინის საზღვრიდან და რამდენად ეფექტური იყო ეს პროცესები. თან ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა იმის შესახებ, რომ ამ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი შტაბი მდებარეობდა FSB-ს შენობის გვერდით, რუსული სპეცსამსახურების შენობის გვერდით. დიახ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში მიანიშნებს იმაზე, რომ შიდა უსაფრთხოება ფაქტიურად მოშლილი არის. როგორც წარმოგიდგენიათ, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში CIA-ს გვერდით ვიღაცა მოაწყო სამეთაურო შტაბი, ხო? მოშლილი არის მთლიანი შიდა უსაფრთხოება, ეს გამოიყენეს უკრაინელებმა კარგად, მოახერხეს რა, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინელებს ომამდე ძალიან ბევრი ახლობელი ყავდათ რუსეთში და რიცხვებში რო ავიღოთ, ფაქტიურად შეიძლება ავიღოთ 100,000 ადამიანამდე იყოს ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს უკრაინას აეხმაროს, ეს არ არის პატარა ციფრი. იგივე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული იძულების ხალხი, რომელსაც ახლა სიმართლე და ღია დანახა რუსეთის ხარ და დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან ბევრად აეხმარნენ. ამით დაიმსხვრა მითი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხალხს არ უნდა უკრაინასთან ცხოვრებას მითი დაამსხვრიეს, დაიმსხვრა მითი რუსეთის უშუალების უძლეველობაზე, დაიმსხვრა მითი ასევე რომ რუსეთი საჰაერო ძალები რაღაც სასწაულია და სტრატეგიული მომდევნები უკვე ფაქტობრივად ნახევარი აღარ ყავს. სირთულეზე რაც შეეხება ოპერაციის სირთულეს, ძალიან რთული არის იმდენადაც, რომ პირველი არის რომ უნდა იყოს დახურული მაქსიმალურად. ეს არ არის ჩვეულებრივი პერიოდი, ეს არის ომის მიმდინარეობისას, რამდენადაც რუსეთი ცდილობს, რომ აქეთ ინფორმაცია მოიპოვოს, ისინი აქტიურად მუშაობენ ინფორმაციის აღებას და ეს იყო სოფლიო მასშტაბით, ვფიქრობ, ერთ-ერთი ურთულესი და ძალიან ესეთი ასეთი მასშტაბის და სირთულის ოპერაცია სოფლიოს მეგონი არ ახსოვს დაიხარა. აუცილებლად შევა სამხედრო სახელმძღვანელოებში. თუმცა ამ ყველაფერს დიმიტრი მოყვა გაგრძელება მალევე ფაქტიურად რამდენიმე საათში, როცა ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინულმა ძალებმა ამ ტერიტორიების შემდეგ გულისხმობ რუსულ აეროდრომებს შეუტია უკვე ოკუპირებულ ტერიტორიას, აქ იგულისხმება ყირიმი და ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე საზღვაო დრონების გამოყენებით მოხდა ყირიმის ხიდის საყრდენების აფეთქება და ეს საზღვაო დრონებიც არის უკრაინული წარმოების. ზღვაზე რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია დრონი, აი კადრშიც ვხედავთ ახლა უკრაინული წარმოების საზღვაო დრონს, რომელსაც გამოიყენებს უპილოტო საფრენი სისტემების ძალები და მათ შორის სპეციალური ოპერაციების ძალები. რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ეს სისტემები, თან ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ყირიმის ხიდის გასწვრივ კონკრეტულ მონაკვეთებზე რუსულმა მხარემ ჯებირებიც კი გააკეთა ზღვაში. აქ ძალიან ეფექტურად იმუშავა, რამდენადაც იქამდე გამოიცადა გაზისა და ნავთობის პლატფორმებზე, გამოიცადა
რუსულ გემებზე და ბოლოს უკვე წარმატებით გამოიცადა ყირიმის ხიდზე, რომელმაც დააზიანა სარკინიგზო საყრდენი. აქ სარკინიგზის ხიდი არის ორნაწილიანი, ერთი არის სამანქანო, მეორე სარკინიგზო და სარკინიგზო ნაწილი დააზიანა წარმატებით. ფაქტობრივად დღემდე შეჩერებული არის რკინიგზის მიმოსვლა და ამასთანავე ერთად იგივე ტაქტიკით, იგივენაირად მოხდა ვაგონებიდან ამოსვლა და განადგურება ოკუპირებულ ზაპოროჟიის ტერიტორიაზე ძალიან დიდძალი ტექნიკის და დიდძალი ჯავშანტექნიკის. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, გაგრძელება ამ ყველაფერს მოჰყვა სხვა ტერიტორიაზეც, იგივე ზაპოროჟიის ტერიტორიაზე და ხერსონის ტერიტორიაზე, სადაც განადგურდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები და მათ შორის განადგურდა ის ელექტროსადგურები, რომელიც უზრუნველყოფდა რუსული სამხედრო ბაზების ელექტროენერგიით მომარაგებას. გარდა ამისა მოხდა შეტევა სარკინიგზო ეშელონზე ოკუპირებულ დონეცკის ოლქში უშუალოდ. ეს პროცესი იყო თუ არა ოპერაცია აბლაბუდას გაგრძელება და რა, ასე ვთქვათ, შედეგები მოუტანა ამ ყველაფერმა უკრაინულ მხარეს? რა თქმა უნდა, ეს იყო ოპერაცია აბლაბუდას გაგრძელება, პირადად ჩემი აზრით, ოპერაცია აბლაბუდა დასრულებული არ არის, ჯერ არ დასრულებულა და კიდევ შედეგებს მოიტანს და კიდევ იქნება აფეთქებები, კიდევ იქნება ბავოვნა. რაც შედეგები მოიტანა მოშალა ლოჯისტიკა დონეცკის მიმართულებაზე, ზაპოროჟიაში უკვე ფაქტიურად ჰაერში უპირატესობა ჩვენ მხარეს და ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ ეს მოიტანს შედეგს სუმისა და ხარკოვის მიმართულებაზე, რომ არ მოხდეს ზეწოლა და შეჩერებული იქნეს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის შექმნა. თუმცა ჩვენ ვნახეთ ასევე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპასუხო დარტყმები მათ შორის დრონებითაც, ანუ შაჰიდის ტიპის რამდენიმე ათეული დრონი იქნა გამოყენებული უკრაინული ქალაქების მიმართულებით, გარდა ამისა ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა ტერიტორია და კონკრეტული წერტილები უკრაინაში, მათ შორის ლუცკში, რომელშიც დიდი ხანია საერთოდ არაფერი არ მომხდარა თუ მე მგონი საერთოდ არ მომხდარა ლუცკში ამ დრომდე არაფერი, მაგრამ იქნა მიტანილი სარაკეტო იერიშები. იყო ხერსონი, სადაც ადმინისტრაციული ცენტრი დაანგრიეს და კიევი, სადაც ასე ვთქვათ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებთან ერთად სამწუხაროდ დაიბომბა ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსებიც. ჩვენ ახლა ვხედავთ დაახლოებით რამდენი დრონი იქნა გაშვებული რუსული მხარის მიერ. როგორ მოიგერია, ასე ვთქვათ, შეტევა უკრაინა, მე ვიცი რომ საკმაოდ ბლომად იქნა განადგურებული, თუმცა როცა ამ რაოდენობაზეა ლაპარაკი, ვიცით ასევე ისიც რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები იტვირთება. როგორ უმკლავდება ამ დროისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები მასირებულ შეტევებს? ყველა წარმოუდგენლად ყველა ელოდა რომ აუჭირდებოდა, მაგრამ მართლაც დიდი ძალის ხმების შედეგად, დიდი მუშაობის შედეგად, პირველი გამოშვებული შაჰიდებით უნდა საჰაერო სისტემის გადატვირთვა და შემდეგ უკვე რაკეტების გამოყონება ჩვეულებრივი ტაქტიკა არის. უკრაინულმა მხარემ მოახერხა ფაქტიურად 80%-ის განადგურება, მაგრამ იმხელად რუსეთმა რა გააკეთა? ფაქტიურად გააკეთა გაუაზრებელი ქმედება და გაუშვა იქ, სადაც არ არის საჭიროება. სამხედრო ობიექტები არ არსებობს, ლუცკში არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის, კარგად თქვი სწორი არის, ასევე ხერსონის ადმინისტრაციულზე, ასევე ქალაქები მათ შორის, ქალაქები და საცხოვრებელი კორპუსები. ხარკოვში კი საცხოვრებელი კორპუსებს დაარტყა, უბრალოდ ეს იყო მე ვფიქრობ რაღაც უნდა გაეკეთებინა. მაგიტომ არანაირი გათვლა იქ არ იყო და ამიტომაც მიაყარეს, აი ეს როგორც ხარჯალას აყრიან რაღაცა სულელური შედეგის გულისთვის მიაყარეს იმისთვის რომ თავისთვის მოსახლეობის ეჩვენებინათ ცირკი. მაგრამ უკრაინულ მხარესთან უკვე ფაქტიურად დასრულებულია ცოტა კედელის დამთავრებას, რომელიც უნდა გააკეთოს საჰაერო თავდაცვის დიდი გუმბათი უნდა შექმნას, უნდა მოხდეს შაჰიდების გადაჭერა, მათი დასმა. ბოლო ხანებში რუსებმა უკვე დაიწყეს შაჰიდებზე 16 ელემენტიანი ანტენების, GPS ანტენების გამოყენება და ცოტა გართულდა, მაგრამ ასაც მიხედავს უკრაინული მხარე, რა თქმა უნდა, და ამ პრობლემასაც მოაგვარეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამდენი დანაკარგისა, მაინც წარმატებულად მოხდა ამოაზრო
სარაკეტო თავდასხმის მოგერიება. რომელსაც გარდა მარტო ტერორიზმის კვალიფიკაცია შეიძლება ვუწევთ მეტი არაფერი, არანაირი სამხედრო ომთან და სამხედრო ტაქტიკასთან ამას ადგილი არ აქვს. ფაქტია, რომ იბომბება სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და არის სამოქალაქო მსხვერპლი, თუმცა ჩვენ ნახეთ კიდევ ერთი წარმატებული შეტევა უკრაინის უპილოტო საფრენი სისტემების ძალების ასევე რუსეთის ტერიტორიაზე და იქნა განადგურებული ისკანდერის გამშვების სისტემები. ამ შემთხვევაში როგორ მუშაობენ შესაბამისი ძალები, როგორ ხდება მოწინააღმდეგის სიღრმეებში პრიორიტეტული სამიზნეების აღმოჩენა და შემდეგ განადგურება. აი მათ შორის ამ კადრებშიც ჩანს ისკანდერის განადგურება. ქვედანაყოფიერი SBS-ის უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალური დანაყოფი, რომელშიც არიან არაერთი ლეგენდარული მეთაური და მართლა უდიდეს დავალებას ასრულებენ სიღრმის ეულს ზურგში, ახდენენ დაზვერვას, მიზნის აღმოჩენას, შემდეგ მიზანზე თვალ-თვალ შესწავლას და შემდეგ განადგურებას. ეს ისკანდერის განადგურება ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო ბოლო პერიოდში, რომელმაც მოიტანა ფაქტიურად გადაარჩინა რამდენ მინიმუმ 10 რაკეტის გაშვებას გადაარჩინა ის მმართველობა. რაც რეალურად მოიტანდა ასევე სამოქალაქო მსხვერპლს, იმიტომ რომ ძირითადად დასახლებული პუნქტების მიმართულებით იყენებდნენ ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე ისკანდერებს. და არის ახალი მეთაურები, მათ შორის როგორც შენახსენე, ლეგენდარული მადიარი დაინიშნა SBS-ის უფროსად უპილოტო საფრენი სისტემების ძალების მეთაურად. რა ცვლილებებს ელოდება ეს ძალები და ნიშნავს თუ არა ეს კიდევ უფრო გაძლიერებას ამ მიმართულებით? ეს ნიშნავს ძალიან დიდ გაძლიერებას. ფაქტიურად უკრაინამ ღიად განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების პრიორიტეტულობას მიენიჭა და ელიტარულობას ხაზი გაუსვა. რამდენადაც დაინიშნა სუხარევსკი აღმოსავლეთ ჯარების სარდლების მეთაურად, აღმოსავლეთ ჯარების სარდლის მეთაური დრაპატაი გადაინიშნა მთლიანად შეერაღებული ძალების მეთაურად. ამასთან ერთად მადიარი ლეგენდარული ადამიანი, რომელმაც ნულიდან დაიწყო ომის დროს და შექმნა ერთ-ერთი წარმატებული დანაყოფი, დაინიშნა მთლიანად უპილოტო საფრენი აპარატების მეთაურად. ამით პირდაპირ განაცხადა უკრაინამ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ომში დრონების მნიშვნელობას, თუ რამხელა მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისთვის იგივე უპილოტო საფრენი აპარატებით ომი და ამით პირადი შემადგენლობის დაცვა. და დიმიტრი, ზოგადად რომ მიმოვიხილოთ არსებული სიტუაცია, ფრონტზე არსებული სიტუაცია, ჰაერიდან მიწაზე გადმოვინაცვლოთ, რა ხდება აღმოსავლეთ მიმართულებაზე, რომელიც ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება, მე როგორც ვიცი, ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ყველაზე ცხელი მონაკვეთი ისევ პაკროვსკია. დიახ, პაკროვსკი არის გუშინ წინ უკვე წისვლა ქონდა და არათუ ინიციატივა ხელში არ აგვიღია, მაგრამ მოახერხეთ ერთი დასახლებული პუნქტის დაბრუნება. ამ ოპერაციის შემდეგ რუსები შოკში არიან და კიდევ ვერ გამოერკვევნენ. მოხდა წარმატებულად ამ დასახლებული პუნქტის დაბრუნება. პაკროვსკი ისევ დგას და ფიქრობ, რომ დიდხანს იდგება თუ არა თუ არ გავალთ სიტყვაზე ბახმუტის მიმართულებით თუ არ იქნება თუ არ დაიძრება შეტევა ჩვენი მხრიდან. და კიდევ ერთი მიმართულება, ახალი მიმართულება, რომლის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება, რომ ისინი შექმნიდნენ ბუფერულ ზონას, არის ჩრდილოეთის მიმართულება, რამდენიმე სოფელი ოკუპირებული აქვს რუსეთს, კონკრეტულად სუმის ოლქში. რა ხდება ამ მიმართულებაზე, რომ გითხრათ და რამდენად წარმატებით ახერხებენ თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნებას უკრაინელები. მე ვნახე, რომ სოფლები, რომლებიც ამ ეტაპზე აქვთ ოკუპირებული რუსებს, დაახლოებით 10 კილომეტრშია პირველი თავდაცვითი ზღუდე სერიოზული, ასე ვთქვათ, რომელზეც თვეების განმავლობაში მიდიოდა მანამდე მუშაობა. დიახ, ამ თავდაცვითი ზღუდით საშუალებით მოხერხდა მტრის შეკავება, დაკავებულია 8 დასახლებული პუნქტი, რატო და ამით რუსეთი გაიჭედა უკვე, იმიტომ რომ წინ ვეღარ მიდის, რამდენადაც რომ უკრაინის შეერაღებული ძალებმა ტეტკინოში დაიწყეს წარმატებული შეტევა და ოპერატიული ალყაში არის ეს რაიონი მთლიანად მოქცეული,
თუ მან მოხდა მისი დაკავება, შეიძლება უკვე ვიფიქროთ მანევრზე და იგივე ბუფერული ზონას დასაკავებლად შემოსული რუსული შენერთების ოპერატიულ ალყაში მოქცევაზე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სუმში ბუფერული ზონის ჩავარდნაზე ჩავარდათ ოპერაცია და მოუწევთ უკან დახევა, რამდენადაც არ არიან სახარბელო მდგომარეობაში, თუნდაც შემდეგ პირაში უკვე ერთ კვირის შემდეგ შეიძლება ვიხილოთ უკვე ოპერატიული ალყის დასაკავებლად გაწყებული ოპერაცია. ხომ არ არის რისკი იმის, რომ ხარკოვის მიმართულებაზე მოხდეს ასეთივე შეტევის დაწყება? ჩვენ ვიცით, რომ ხარკოვში ორ მიმართულებაზე, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ვოუჩანსკი უკვე მიმდინარეობს შეტევა, ხომ არ იმის რისკები, რომ კიდევ ახალ ძალებს მოუყაროს თავი რუსულმა მხარემ და მეორე ბუფერული ზონის შექმნაზე დაიწყოს, ასე ვთქვათ, მუშაობა? ვფიქრობ, რომ არ იქნება იქ რამენად ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობა, ან კიდე რუსეთის არ ეცდება, რამდენადაც მათთვის იყო ხარკოვი ყოველთვის პირდაპირ ყველაზე დიდი წარუმატებლობის ამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან წარუმატებლობის მაგალითი გვახსოვს რა მოხდა კონტრშეტევის დროს, ყველაზე დიდი დანაკარგები დატოვა არ გაუმართლა არანაირად რუსეთს არასდროს ხარკოვში, ამიტომაც ხარკოვი უბრალოდ მიაყოლეს მოხსენებისას, ვფიქრობ, მათი მიზანი უფრო სუმი იყო და ეცდებიან უფრო სუმზე ზეწოლას. ამ ახალი რეალობიდან გამომდინარე უკვე ვფიქრობ, რომ რეზერვები უნდა ჩართონ, რომ მოახერხონ სუმში ისევ წინსვლა, მაგრამ რეზერვები რომ ჩართონ და გადმოისროლონ აღმოსავლეთ ფრონტიდან, ამიტომ გაჭედილები არიან არიცი არა, ვფიქრობ, რომ გაჩერდებიან მან და მოუწევთ უკან დახევა სუმიდანაც კი არათუ ხარკოვში შეტევის წარმატებით განხორციელება. კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც პუტინმა ისაუბრა ამ ბრიფინგის დროს, როცა მან ბუფერული ზონების შექმნაზე განაცხადა, იყო ჩერნიგოვის მიმართულება, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, პირველი ადგილი, სადაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსული არმია შევიდა და ჩვენ ნახეთ მაშინ რა შეძლეს ჩერნიგოვში უკრაინელებმა. რამდენად არის რისკი, რომ განმეორებით მოხდეს შეჭრა ჩერნიგოვში, ან განმეორებით მოხდეს შეჭრა თუნდაც კიევის მიმართულებაზე უკვე ბელარუსის ტერიტორიიდან? ამ დროისათვის მიმდინარე და ხელთარსებული ინფორმაციებით მსგავსი რამ დავარაუდოთ არ იქნება, თუმცა მზად არის, გაკეთებული არის თავდაცვითი ზღუდე, ორივე ხაზი მოწყობილი აბსოლუტურად და ვფიქრობ, რომ არ იქნება საშუალება, რომ კიევზე წამოვიდეს რუსეთი. ან იმის საშუალება, რომ კიევს აიკავოს. და მაინც თუ გადაწყდა რუსული მხარის მიერ ამ ფრონტის კიდევ უფრო გაწევა, რაც თავისთავად მოითხოვს მათთვისაც არსებული ძალების გაორმაგებას, რამდენად აქვს უკრაინას ის რესურსი, რომ თვითონაც შეეგებოს, ასე ვთქვათ, ამ ფრონტზე რუსულ მხარეს და რამდენად ეყოფა მას ამისთვის როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ის რესურსები, რომელიც ომის წარმოებას სჭირდება. ვფიქრობ, გათვლას არ აკეთებს უკრაინა, როდესაც ითხოვს რესურსებს, იმაზე რომ სიტყვაზე ერთი კვირა იყოს, ის გათვლას აკეთებს თვეებზე, შესაძლოა მთელ წელზე ომის შემთხვევაში და არც ადამიანის რესურსის ნაკლებობას განიცდის ამ ეტაპზე ვფიქრობ, არც საბრძოლო მასალისას, რამდენადაც ფაქტიურად რუსების წინსვლა ყველა შეჩერებული არის, რო არ კონდეს რესურსი, შეუძლებელი იქნებოდა მათი შეჩერება. ეს არის ადამიანის რესურსის დამსახურება, ეს არის საბრძოლო მასალების მომარაგება და უზრუნველყოფა, სწორი უზრუნველყოფა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უკრაინას არ გაუჭირდება, რამდენადაც რუსეთს ორჯერ მეტი რესურსი ჭირდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანო, გაამაგრო, დაიკავო პოზიცია. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი სტუმარი იყო დიმიტრი ჩიტიშვილი, ქართული ლეგიონის წევრი, რომელიც უკრაინიდან გვერდებოდა და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად გაგაცნობთ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას რუსული მხარის დანაკარგების შესახებ, მას ასე სპეცტექნიკა 3911 ერთეული, მოიერიშე ავიაცია 414 ერთეული,
ვერტფრენები 327 ერთეული, ტანკები 10911 ერთეული, საარტილერიო დანადგარი 28892 ერთეული, ქვეითთა საბრძოლო მანქანები 22748 ერთეული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები 1410 ერთეული, მცურავი საშუალებები 29 ერთეული, სპეციალური მანქანები 41225 ერთეული, უპილოტო საფრენი აპარატები 39651 ერთეული, საზენიტო სისტემა 1183 ერთეული, ფრთოსანი რაკეტა 3315 ერთეული, რაც შეეხება ცოცხალი ძალის დანაკარგებს, უკრაინის გენშტაბის ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის ომში განადგურებულია 986150 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ეს იყო ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას ზუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.